სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მოსახლეობას 1 ოქტომბრიდან შეიძლება, მაშინ როცა სეზონური გრიპის სეზონი იწყება. გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ხელმძღვანელმა მარიგი უნაშვილმა თრიალეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაქცინის 200,000 დოზა უკვე შესყიდულია და ის 4 კომპონენტიანია. მისივე განმარტებით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ეს არ არის ცოცხალი ვაქცინა, ის არის ინაქტივირებული ვაქცინა, ამიტომ მას არ შეუძლია გრიპის გამოწვევა. შესყიდულია 200,000 დოზა 2025-26 წლის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეს არის ვაქცინა 4 კომპონენტიანი Sanofi Pasteur's ფრანგული წარმოების არის ვაქსიგრიპ ტეტრა და როგორც ყოველთვის ყოველწლიურად ამ წელსაც იქნება განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფებისათვის. ეს იქნება მძიმე გართულებების ქრონიკული მოავადე პირებისათვის, მძიმე გართულებების თავიდან აცილების მიზნით, იქნება პროფესიული რისკ ჯგუფებისათვის, იმუნიზაციას დაქვემდებარებული რისკ ჯგუფებისთვის და იქნება სხვა პრიორიტეტული ჯგუფებისათვის. თქმა უნდა, უფასო არის ეს ვაქცინა, როგორც კი ქვეყანაში შემოვა ვაქცინა, ის ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს და შეიძლება ხა აცრა. შეიძლება აცრა ყველა სოფლის ამბულატორიაში, ქალაქში, სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობენ, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ჩვენთან. 1 ოქტომბრიდან იწყება გრიპის სეზონი. და ალბათ პირველივე კვირაში ვაქცინაც იქნება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ეს არ არის ცოცხალი ვაქცინა, ეს არის ინაქტივირებული ვაქცინა, ამიტომ გრიპის გამოწვევა ამას არ შეუძლია, მოსახლეობის საყურადღებო თუ აცხადებ ამას, არის ერთ-ერთი ჭყალებში რო ვთქვათ უწყინარი ვაქცინა გართულებები და ეს არ ახლავს. მთავარი არის რომ იმ პერიოდში იყოს ჯანმრთელი მოქალაქე და აიცრას.